ცვლილება არ ხდება ცოდნის დონეზე. ცოდნა არაფერს არ ცვლის. ცვლის ახალი ქცევები. ახალ ქცევებს მოაქვს ახალი შედეგი. შეუქმენი სამთვიანი აბსოლუტურად უნიკალური პროცესი. 3 თვე ადამიანი არის მარათონზე, სადაც ყოველდღე აქვს დავალება. სულ ჩელენჯებია. ყოველდღე რო იღვიძებს ინბოქსში აქვს ახალი დავალება. თეორია არის 3%. და დარჩენი არის სულ პრაქტიკები. სამთვიანი იქნება? სამთვიანი. მეორეზე იწვი თუ ჯერ მარტო ამაზე გავჩერდეთ? ამაზე მინდა გავჩერდე, იმიტომ რომ ეს გაძლევს შესაძლებლობას სინამდვილეში გადახედო, თავიდან, იმიტომაც ქვია გადატვირთვა, რომ გადახედო შენ კარიერას. ეგ ბიზნესი გინდა. ეგება შენ თავს ატყუებ, აქ რო ზიხარ და სამსახურს აკეთებ და აბოლებ შენ თავს და სინამდვილეში სხვა რამე გინდა. გადახედე. გუწფელობა. ანუ ერთადერთი პრობლემა რაც აქვს ადამიანს იუნგი ამბობდა ჩემი სიტყვები არ არის რომ არის გაუცნობიერებელი და არ არის გულწრფელი. შესაბამისად ჩვენ თავს ვატყუებთ რჩებით იქ სადაც დარჩენა არ უკვე დაწყებულია ეს კურსი ანუ აი ხახალი ნაკადი იქნება მარტში ერთი ნაკადი დავასრულე კი ეს სრულიად ახალი გიორგი ჯერ არ ჩართო რა ემანდ რამე არ გადაეტვირთოს და ეს შეიძლება გიორგი რო ჩართო შეიძლება მე გადავტვირთოს მაინც დავაზუსტო კაცი შვილი არის ის ვის გადავტვირთავს არის